მშვიდობისა ჩემო კარგო და კეთილო ხალხ, როგორ ბრძამდებით მე? არც ისე კარგად ვარ, რა არის? ნაგავ ისევ ჩანს, მოდი. ეგ არაფერი, ნაგვიანიც უყარ ვარ ჩემს მაყურებას ჩემი აზრით. ნაგავი გამოჩნდება, აბა იქ ნაგავია მთელი ქვეყანა. Короче, დღეს რაზე უნდა ვილაპარაკოთ წინასწარ არის, ამიტომ ეგრევე დავჯექი და დავიწყებ ლაპარაკს რამეთ თემაზე თქო და არ ვიცი. მოდი ვილაპარაკოთ მანქანებზე, ვილაპარაკოთ მაგის დედაცვათი რა. Короче, მანქანა არის აღარ არის ფუფუნების ნივთი. ჩემი აზრით რა, უკვე დიდი ხანია რომ ეგ პერიოდი გავიდა, როცა მანქანა ფუფუნების ნივთად ითვლება და ეხლა არის მანქანა უკვე აი ყოველდღიური საჭიროება არის რა. უნდა ყავდეს მანქანა. მიუხედავად ისა რომ მე პირადად არ მყავს. მაინც ეგრევე ვფიქრობ. მე ისე დიდად არც მიყვარს მანქანები რა. 1-2 ავარიაში ვარ მოყოლი და იმის მერე აღარ მევასება რა. ვერც ვჯდები არც მისწორდება რა. მაგრამ კაი მანქანები მიყვარს. ნუ ჩემი დამოკიდებულება კარგ მანქანებზე და ლენკას დამოკიდებულება მაგალითად იმდენად განსხვავდება რომ შორს ვარ რა. მე მაგალითად მევასება Honda Civic-ები, ძველები, Mitsubishi Lancer Evolution-ები. Короче, Need for Speed Underground 2-ის მანქანები რა, აი ყველაზე კარგები რაც იყო ეგენი მევასება. მაგრამ არ მევასება რაღაცა ძალიან Porsche Lamborghini-ები რა, იმიტომ რა, აი თბილისში რო ცხოვრობ რა, აი Porsche ყავს, მე რა ვაკეში გაივლი იმ ქუჩაზე, პრობკაში. მეტი სადმე გადაუხევ და ეგრევე ერთი $20,000 ტოვებ ერთ ჩატეხვაზე და რა გინდა ეგეთი მანქანა, ზარალი არის ეგ. ბევრი ფული თუ გაქვს მით უმეტეს მაღაზე ხო უნდა დაფიქრდე, ეს ბევრი ფული კი მაქვს, მაგრამ ხო არ გადაუყრე. Porsche-ის ყიდვას, короче, ყველაფრის ყიდვა ჯობია მე მგონი. საქართველოში როცა Prius-ი არის ყველაზე მაგარი მანქანა, მაგრამ აი გინდისა თქვი და ახალი Prius-ები ოღონდ 17 დააკეთა. უკანო შავი Tesla-ისა, რა ფარებს და უძამო Tesla და. აი, გარი მანქანა ძმაო. რა თვინდა აბა ის. ჯერ $2 ბენზინს ჩაასხამ, ძმაო, თუ ბენზინი არც უნდა მე მგონი, რა ვიცი, ვერც გავიგე რანაირად ადის. ხო. და ზაგი მე შევეხები ერთ კიდე ძალიან რთულ თემას, როცა კბილში გაქვს გაჭყერილი ხორცი და როგორ გამოიყო, მაგრამ მაგაზე მე ვისაუბროთ რა. ჩემოდი მანქანებს მივაწვეთ. მე რა ვიცი, მე არ მევასება დიდად მანქანები, რო არ მოგატყუოთ რა, მანქანები და მევასება. აი ხო გითხეთ, Honda, Mitsubishi, უფრო იაპონური მანქანები რა და იქით Mustang-ი მყავს, რომელიც ცალკეულად შავია. ცალკეულად მევასება რა, მაგრამ მევასება Mustang-ი, მუსკულარ მანქანებიც ასწორებს. მაგრამ მე რომ ვკითხო რა მანქანას ვიყიდი. Ford-ის F150 რა. თან ეს F150 ისე წერია, ანუ უყურეთ F-ი ხო არის ესე, ერთიანი ესეა, ხუთიანი ესეა და 0 და ფისოა რა. ფისოა წერია მანქანას, უკეთესლობა არის ამ ხელა მანქანას რომ ფისოა წერია. მე ვიყოლიებდი უკვე, მეც კაი ფისოა. მაგრამ Prius-ზე კაი მანქანა საქართველოსთვის არ შექმნილა ძმაო. ჩვენ ქვეყანა ისეთი არის რა. აღმართ არის. რა მომენტში დაგენძრება და მოგიწევს ტაქსაობა ხუიოზნაირად და რა ეგდოს რა Prius-ი რა, რომ ბასლაინზე იმუშაო ცოტა მეტი მაყუთი აკეთა. თეთრი Prius-ი არის ის, რაც საქართველოს განათლებს კი არა გადაარჩენს. სხვა არაფერი. თეთრი Prius. თეთრი Ford Fusion-ი. თეთრი Ford Fusion-ებიც ეგეთია, მაგრამ Ford Fusion-ი უფრო Ford-ი მევასება თქვი, შენ არ გევასება Ford Fusion-ი. მე მაგრამ მევასება Ford Fusion-ები. თან მანქანა ეს მანქანა მოვყიდეთ, რომელი Fusion-ია ეგ და ყიდულობ რა, სულ ხოძე ხარ, ქართველი ხარ რა, Fusion-ი მყავს Ford-ი. და თან ვიღაცის შეგინება რო გინდა რა მანქანა დაითრე Fusion-ი და მე ეთქვი რა Ford-ი ოღონდ. და იგა რა ბევრ რაღაცაში გეხმარება ეხა Fusion-ი რო ყავს მანქანაში. რა ელემენტი, Honda ელემენტი მაგარი მანქანა, 4-კუთხედი არის, ძალიან տեսლობა არის. ეგ მინდოდა რომ დიდ ბორბლებზე, off-road-ის ბორბლებზე არა. დაჟე აი Monster Truck-ების Monster Truck-ი. ესა რა, მაგის ბორბლების შემეყენებინა რა, აი ამერიკაში რო არის, ხო იცი ძალიან დიდი ბორბლები რო არის და პატარა მანქანა რო დევს თავს. აი ეგეთ მანქანაზე მინდოდა რომ Honda ელემენტი შემეყენებინა რა, მაგრამ ძალიან ზვიჯდება რომ მითხრეს. ერთი თქვენი დედაცვათი თქო და დავიკიდე რა. თან ახლა მანქანა რო ფუჭდება ხო? გიდა არ გიდა ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის ეგრე იყო. რაც უფრო ხშირია მანქანა, მით უფრო მარტივია ნაწილი შოვნა და მით უფრო იაფია. ნუ ეგ ზოგადად უკვე ბიზნესი და ბაზარი არის. მაგრამ ხო და ადრე იყო ერთი პერიოდი 0-3-ები ყავდა. სულ ყველას, თელ ქვეყანას 0-3 ყავდა. ან 0-6.
სხვა მანქანა მე არ მახსოვს მაგ პერიოდიდან. აქ-იქ იყო გარბუშკა, მაგას რა ერქვა არ მახსოვს. მაგრამ გარბუშკას ვეძახი რა, რაღაცნაირი გარბუშკა იყო, ჟიგული, ლადა იყო რა. ეს ჟიგული რატო ქვია ლადას? მე დღემდე ვერ გავიგე. ერთი ძველი მანქანა ჟიგულია. არ არის, ყველა ძველი მანქანა ჟიგული. ნივაც ლადა არის და ლადა არის 0-ით, 0-ით. ნუ, გავჩი. ისთვის უხს. ხო, რა აზრი აქვს ის არც მოესწრო. მერე იყო Opel Vectra-ვის პერიოდი. Opel Vectra-ვის პერიოდი ხო ვაფშე ჩაჯმა იყო. ყველა მანქანა შინდისფერი იყო, რაც კი ქვეყანაში იყო. აი, ყველა მანქანა იყო შინდისფერი, მაქსიმუმ ლურჯი ძმაო. და მერე შემოვიდა ნაცრისფერები. ეგ ყველაზე ძიშოვი Opel Vectra-ვი იყო. აუანდე Astra-ს უფრო ქონდა. მაგრამ გამვითარდით, ჩემი რამალე, აი, რა მოკლე მონაკვეთში რამალე შეიცვალა რა. ზე ხარ. მერე რა იყო? მერე გოლფების პერიოდი არ ყოფილა არასდროს. გოლფი და ფიტი ისეთი პონტია, რომ ყოველთვის სულ ბევრს ყავდა. მაგრამ არ ჩანდა მაინც რა, იმიტომ რომ პატარა მოყუნჭულები არიან და მარტივად იმაშება. ხო. კიდე რა არის, გამახსენეთ, ეხლა რა არის? მერე იყო E220-ი, ძმაო, Mercedes-ი, ეგ ჭამდა ძმა. მაგრამ ვიღაც ტიპები გამოდიოდნენ, ჯობია, ბიჭო, ენა დაღვე რა ვდგეთ. ნუ დგებით, ძმა, მანქანას იმისთვის არ ყიდულობთ, რომ ვინმეს დაუდგეთ, მართლა. ანუ თუ მაგისთვის ყიდულობთ, ვაფშე ყველანახ. მანქანაა რა, დედამოტყუნო სამსახურში უნდა მიგიყვანოს, წამოგიყვანოს იქიდან. საღამოს სადმე თუ მოგინდება გასვლა, გაგიყვანოს, გააჩეროს სადღაც დაპარკინგდე. მაგისთვის უნდა იყოს კომფორტული. კომფორტული თუ გინდა რომ იყოს, უნდა იყოს იაფიანი, შესანახი, მარტივი. კაროჩე. იყიდეთ რა ეგ პრიუსები მართლა ბოლომდე გადავიდეთ და ქვეყანამ დაირქვას საქართველოს და ფრჩხილებში პრიუს, აი რაღაც თეთრი იყო, თეთრი პრიუს. საქართველოს დროშას რა ნაწილიც არის, ეგ პრიუსებით გავათეთროთ. შვედეთში ყავს ზვაკაცი და იმას ყავს კრისტიანი ქვია და იმას ყავს პრიუსი ძმაო. აი და ჩვენ აქ ჩამოდივართ და ის თან კარგა იმენა. ხო და აქ ჩამოდივართ, აქ პრიუსი ვიღაცას ყავს დავცინით. იქ კიდე ტიპი იმენა. This is my Prius. ეს ამაყით გეუბნება და შეირგეთ რა რაც აკავთ. რა გინდა? თან ძვირი ღირს პრიუსი, იაფიც არ აღირს. მაგრამ ღირს. იმიტომ რომ ბაგარ ეკონომიას გაკეთებია. ანუ მანქანას რო ყიდულობ, მანქანის ყიდვა, მარტო მანქანის ყიდვა ხო არ არის, მარტო მან ხო არ გეხარჯება. მე იქ ბენზინში უნდა გეხარჯოს, იქ რაღაც თუ გაფუჭდა მაგაში უნდა გეხარჯოს ფული და ეგეთ რაღაცები რო გაითვალისწინო, მამაჩემმა ძმაო 2008 წელს გამოსული Nissan Tiida იყიდა. მარცხენა საჭიანი, რომელიც საქართველოში Toyota-ს ქარხნიდან გამოიყვანეს. კაროჩე, ანუ ვიღაცას ყავდა და მე ამან იყიდა და იმას ვიღაცას ჰქონდა ჩადგული მეხუთე თაობის გაზი რა და დღემდე ეგ უდგას. აუჩი მე გეუბნებით რომ 1-3 მანქანის ფული აქვს დაზოგილი მაგ მანქანას, აი რაც მაგ მანქანაში გადავიხადეთ. 1-3 მაგდენი დაზოგილი აქვს. სხვა მანქანა რო გვეყიდა რამდენიც დაჯდებოდა იმის შენახვა გაზი, ბენზინი გაკეთებები. აი გეუბნებით რომ 1-3 მანქანის ხელა ფული დაიზოახ ჩამოვიფერფლე. კაი ეს და იგივე. ჩამოვიფერფლე კი არა. რა ვიძახდი? სად ვიყავი? დაზოგილი აქვს რა კავჩი, მამაჩემს მაგარი მაყუთი აქვს დაზოგილი მაგ მანქანას. ხო და თავიდან კი ვეკაიფებული, მაგრამ ეხლა რომ გავიზარდე მეც ვამუღამებ, რომ მართლა კიდე კაი ეგ მანქანა იყიდა. მაგრამ აი მე იმასე არ მიკვირს. ანუ ვაფშე ჯიპებს რო ყიდულობ და გაზზე რო გადაკავთ, ჩემი გარი. რისთვის იყიდა ეს ჯიპი? აი რისთვის იყიდა? 4 კუთხედი გინდოდა რომ დიდი ყოფილიყო გარედან პარკინგზე რო გაგჭირვებოდა დაყენება, მაგისთვის გინდოდა, ანუ თუ აი რაღაცის გამო ხო ყიდულობა მანქანას. მანქანას თუ ყიდულობ და არ გარგია, რად გინდა, ხო? აუჩი არ მეს, მაგრა არ მესმის რა. X5-ები და ML-ები ვიცი დო, აი ძალიან ბევრი დოყუია მართლა, რომ აი გაზზე ყავთ გადაყვანილი. დედა არღანიანი, თუ X5 გინდა რომ ყავდეს. X5-ის ვიზუალი ხო არ გინდა მარტო. შიგითაც აი რო დაქოქავ, დღან ხო გინდა რომ X5 დღან იყოს. არა, გადაყავთ რაღაცა უაზზე, იმენა უაზი რა. უაზი არის, აუ ამან უაზიც არის. გავჩი რა პატარა არის. ეს ქვეყანა, სოფელი. ვაგრა დავიწვი ზღვაზე, კაროჩე რა. ზღვაზე რო წახვალ დამცავი წაისვით და საბასაპანძესავით არ წაისვოთ, ეხლა მთლად ძალიან რო იპრიავალთ, მაგრამ რაღაცები წაისვით რო არ დაიწოთ, თორე ბიზნესია იმენ ვეღარ ვაზროვნე ვაფშე, ეხლა რაზე ვლაპარაკობ, ეგეც არ მახსოვს. არა გეუბნებით, მანქანას თუ ყიდულობთ, მანქანა უნდა იყიდო ისეთი, რომ იაფიანი არა.
იაფიანს თუ ყიდულობ, მერე სუძვირი ჯდება, აი დამოტყუნ, ეგ დამგრამებული მაქვს. რამდენი იაფიანი მანქანა იყიდა ვინმე ჩემიანმა. ყველას დაინძრა, იმიტომ რომ სუფუჭდებოდა ხოლმე. იაფიანი არ იყიდოთ. ძვირი გადაიხადა ერთიანად, მერე პროსტა რო სულ მუღამში ყავდეს და სულ ხოჭი იყოს და რო რამე, ეხლა მამა ჩემის მანქანა რო ავტკიდე, გავყიდე რა ფასადაც ვიყიდე. თავის დროზე ეხლა იმ ფასადს გავყიდი. $-ში რაც ვიყიდეთ. მაგრამ არ გავყიდით. ეგრეა რა, გეუბნებით რა. მე დამიჯერე. მანქანის ყიდვა თუ გინდათ, აი ხა რომ ყავდეს ვინმე, აი რაღაცა შემომტანი კომპანია სპონსორი, რა დააკვდებოდა ბიჭო, რა დააკვდებოდა რეკლამა. აი თუ გინდა, აი მე დამიჯერე, რაღაც Armenian auto importi და შემოიტანეთ, თქო ვიტყოდი და ჩაჯდებოდი, მაგრამ არ არის. არა ის სპონსორი მე მინდა. ერთი სპონსორი მინდა ვინმე, ვინც დამალევინებს ხოლმე, იმიტომ რომ პირი მისრება პერსონალ ოპერატორ, მეტი არაფერი არ მინდა მაგ. აუჩერა, ჩვენა მოდივართ უკვე ხვალა. და ის ჩემი ოთახიდან მერჩევნია რა, ჩემი ოთახიდან უფრო კარგად ლაპარაკობ. აქ რაღაცა ის ხმაური არის, იქიდა ვიღაცა რუსები რაღაცებს ყვირიან. მელიას რო გავს იცაყიდა. რაღაც ლეკვია. და რა თქმა უნდა რუსი. აკიტა არის. აკიტა ნახა, აკიტა დაინახეს, აკიტა. აი ძაღლის ჯიშებზეც ვილაპარაკოთ. ეხა არა მეზარება, ხვალ ვილაპარაკოთ, ძაღლი არა, ხვალს მეზარება. ხვალ რაღაცა მაქვს მოსაყოლი, რაღაცები ნოუთებში მიწერია ხოლმე და მავიწყდება მე იმაზე რომ ვილაპარაკო და მე ვაფშე სხვა რაღაცას ვიწყებ. მაგრამ ეუბნებით, ეხა მანქანაზე მაგარი დროული არის. ესენი რო შემოვიდა, ეხა ისე ნუ ბღვითო, კანონი შემოვიდა, ხო იცი? დიდი გლუისწელი თუ გიყენია, რაღაც ნახუი ჯარიმას გიწერენ, ეგრევე გართმევენ მანქანაზე. თუ ქარხნულია? კლასი გიდიეთ. მე მგონი. არ ვიცი. და მე ეგრე გავიგე რომ კლასი გიდიეთ. ხო და რაღაცა ეხა ის უნდა იყოს რა. მაგაზეც ეხა ნიტო არის რა. კლასი არ უნდა იყიდოთ. ქარხნული თუ არის, ქარხნული უნდა იყოს ეხა. სპორტკარი არ უნდა გაუშვა. პროსტა მაგაზე ის ყოველდღიურობაში არ უნდა იყოს რა. ეგ ღამე უნდა იყოს, რომ ღამე არ უნდა ატარო რა, რაღაცა საათის მერე. ან რაღაც დაშვებული ლიმიტი უნდა კონდეს, რომ იმ კილომეტრ რაშს არ გადააჭარბოს. არა, ქარხნული ქალაქში. თუ მიკრძალავ, მაშინ მაგმანქანის ყიდვა უნდა იკრძალებოდეს. არა, უკვე ნახე. ზოგი არის ქარხნული არის, მაგრამ ნამეტანი სპორტკარი არის და ნამეტანი სპორტკარებს გინდა არ გინდა ნამეტანი ხმა აქვს და ხმის დეციბელების გამო არის პრობლემა. იზიაში იმის გამო კი არა. ანუ ჩვენთან ხო ძალიან ბევრი ისაა. ვიღაცა ბიჭის ვიდეო ვნახე, ამას წინათ გააჩერეს. ის ყავდა რა, რაღაც მანქანა ყავდა, არ მახსოვს. მაგრამ ქარხნულიო რა, ეხლა რაც მოყვაო, ის კატალიზატორიც იგივე მიყენეო, ყველაფერი იგივე მიყენეო, დეციბელებიო გაზომეს და არ არისო ისე მთლადო, მაგრამ მაინც წამართვეს. რაღაც ჯარიმას გადაიხდიან და იქ. ხო, კაროჩე რა, ანუ მაგასაც უნდა ეშვაოს. ეგეც ეხლა ძალიან ნიტო პონტი არის რა, ესე HR0. გავქნა ეხლა მანქანა ვიყიდე რა, რაც მოყვა ისა რა, მე ხوار შემიცვლე, მე რო შევცვალო კი ბაზარი არა, მესმის გავიგებ. ჩემი ბრალი თუ არის, მაგრამ თუ ეხლა ეგრეთი იყიდება, მაშინ მართლა მანქანის ყიდვა უნდა აიკრძალოს. მანქანის ყიდვა თუ აიკრძალა, გვევასება ხალხს, სუპრა. ანუ ასწორებს ეგ ხანდა. მაგრამ მანქანებს ხო არა, სულ ხო არა აქვს ეგ ხმა. არ ვიცი, ვერ ვიყვები მანქანებში. ვაფშე მანქანებზე რა დავიწყე ლაპარაკი ეგეც. მანქანებში გეუბნებით, აი აზე არა ვარ ვაფშე. გეუბნები ფისო მინდა, იმიტომ რომ ფისო აწერია, თორე რა ვიცი რა, კი არ ვიცი რა განსხვავება არის. პაჯეროში და ფისოს შორის. პროსტო ფისო უფრო თესლობა რა, პაჯერო. პაჯერო ისეთი არის რაღაც. ვიღაცა ინდოელი სქემერის სახელს გავს. ჰანგრით პაჯერო. მაგალითად და всё რა. კაროჩე, მაგარია სქემინგი. ინდოელების. და არ ეკონ ერთი Google-დან ერთი რამე ის ხო არა მაქვს გაკეთებული კაცი. არასწორად ხო არა მაქვს შევსებული, ერთი $200 გადამარიცხინა. მომენატრა რა ძველი დრო რა, სიმონა. ღმერთო, მაგარი გარეკილი მაქვს ბიჭო. აი ამ ვიდეოებს რო უყურებთ თქვენს მაგარი გარეკილი გაქვთ ეგ. მე მიყვარხართ. რაღაც დასად ბედნიერი ვიყავ, ჭამთად ვიყავ, რას გილოცოთ წარმოგიდგენია არ მაქვს. ჩვენი 24 ვიდეო არის ჩემი გათვლებით. 24 დღე არის ასე ყოველ დღე დებილობებს წერე და თქვენ მისმენთ. მაგარი ხალხი ხართ, ტიგრები ხართ. კაროჩე გაკოცეთ. ყურებში. შიგნით. გოგირდებში. კაი, წავედი მე სანამ ბოლომდე გავჭერდეთ.
მიყვარხართ და ისეთი მანქანები იყიდეთ, რომ აი Toyota Prius-ი და შუა ქუჩაში რო ვიდგები და ისა გამომიათ, გამიჩერეთ და გაგიყვანო, მითხარით, არა მაქვს პრობლემა არნაირი. ხო? გამიყვანეთ, გამოყვებით. თავს მიხედეთ, არა მართლა არავის არ ჩაუჭრეთ, ვინმე პატარა თუ მეყურებთ, ვინმე თუ გაგიჩერეთ, წამოდიო, არავის არ გაყვეთ. მეც არ გამოვყვეთ. გაკოცეთ კაროჩე. მეც მეყარხარ, კარგად იყავით, იმედია კარგად ვიმგზავრებ. ჭკუით.